როგორც ყოველთვის ემიგრანტები განსაკუთრებით აქტიურობდნენ სხვათა შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და მის დასაცავად მიძღვნილ აქცია პერფორმანსებსა და ღონისძიებებს მთელი მსოფლიოდან 30-ზე მეტ ქალაქში მცხოვრები ემიგრანტი შეუერთდა. როგორც ქართული დიასპორების მოძრაობა ქარების განცხადება შეიყო აღნიშნული, ემიგრანტები ჩაერთდნენ კამპანიაში სახელად ვაფერადებს საქართველოს. ამასთან მხარდაჭერა გამოხატეს უკანონო პატიმრების მიმართ და დააფიქსირეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ სწრაფებასთან დაკავშირებით. სიმბოლურად 25 მაისს ციურიხში საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საქართველოს ცოცხალი და დამოუკიდებელია. 26 მაისი საქართველოსია არ დავთმობ ცისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას. არა რუსულ რეჟიმს თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს წინ ევროპისკენ აცხადებდნენ შეკრებილნები. რუსული რეჟიმი გააპროტესტეს ბრიუსელში საქართველოს საელჩოს წინ ქართულმა დიასპორამ და ბელგიელმა მხარდამჭერებმა რეჟიმის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ქართულმა ემიგრანტებმა აქცია პერფორმანსები გამართეს კვიპროსში, სტრასბურგში, გოლდ-კოსტში, ფრანკფურტში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველი ემიგრანტები მოლდოვაში შეიკრიბნენ და საქართველოში არსებული პრორუსული პოლიტიკა გააპროტესტეს. ემიგრანტების პროტესტი მიმდინარეობდა შტუტგარტშიც, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ქართველი ემიგრანტები ქალაქ მელბურნში შეიკრიბნენ. პროტესტს რიგაში მცხოვრები ემიგრანტები შეუერთდნენ. პროტესტი იყო ჰამბურგში, ასევე კიელნში, ბუდაპეშტში. მოიცვა ქართველი ემიგრანტების პროტესტმა ასევე ჰანოვერი, სადაც რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ. ემიგრანტი დედების შეკრება იყო ქალაქ მოდენაში. დღეს შევიკრიბეთ ემიგრანტი დედები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ დემონსტრანტებსა რუსულ რეჟიმს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ჩვენ დავბრუნდებით. საქართველო გაბრწყინდება, აცხადებდნენ პროტესტის მონაწილეები. პროტესტის ხმა ისმოდა იტალიაშიც, რამდენიმე ქალაქში შეიკრიბნენ ქართველი ემიგრანტები. ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან ერთად სოლიდარობას უცხადებდნენ ჩვენ ქვეყანაში ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს. რომი, მილანი და ფლორენცია ძირითადად იტალიის ამ ქალაქებში შედგა აქციები, პერფორმანსებიც, ასევე სხვათა შორის ემიგრანტებმა ფლორენციიდან გზავლინის ჩაწერეს, სადაც ისინი დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან ერთად აჟღერებენ მოთხოვნებსაც, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებასთან აქვთ. ფლორენციიდან ქართველი ემიგრანტები შევიკრიბოთ, რომ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ასევე გაგამხნევოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენმა ქვეყანამ მრავალი საუკუნე იარსება იმისთვის, რომ ყოფილიყავით დამოუკიდებლები და გვერდას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. 1991 წელს ჩვენ საბოლოოდ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა 26 მაისს და ეს დამოუკიდებლობა უნდა შევინარჩუნოთ. გამაგდით, უკან არ დავიხილოთ, იმიტომ რომ უკან დასახევი გზა არ არის. ემიგრანტები ვართ თქვენთან ერთად, ვინც დგახართ დღეს თბილისში რუსთაველის გამზირზე. გქონდეთ ჩვენი იმედი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თქვენი იმედით. ჩვენი მოთხოვნები არის პირველ რიგში თავისუფლება პოლიტპატიმრებს, იმიტომ რომ მათ გარეშე არანაირი აზრი არ აქვს დამოუკიდებლობას. მეორე რიგში ეს არის ახალი არჩევნები, მესამე რიგში ეს არის არა რუსულ რეჟიმს და მეოთხე რიგში ჩვენი მოთხოვნა არის სანქციები მონა პოლიტიკოსებს. აუცილებლად ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ღმერთი არის ჩვენსკენ. საქართველოს გაუმარჯოს! 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 ემიგრანტებზე საუბრისას გვერდსვერაულით საქართველოს ბანკის ინიციატივას საქართველოს ბანკმა დამოუკიდებლობის დღე ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული კამპანიით აღნიშნა. ბანკმა გადაწყვიტა წელს ეს დღე კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი გაიხადა ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოდან შორს იმყოფებიან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიმბოლურად აერთოთ საქართველოს დროშა ციფრულად პირდაპირ ფილარმონიის დიდ ეკრანზე საზღვარგარეთ მცხოვრებებისთვის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე აანთე დროშა ჯიზე განთავსდა ღილაკი აანთე საქართველოს დროშა, რომელზე დაჭერის შედეგადაც მომხმარებლებმა 26 მაისს ეკრანზე პიქსელები
მოგვიანდეს და საქართველოს დროშა გამოსახეს. ლამაზი სანახაობა შედგა გუშინ 18 საათიდან ღამის 10 საათამდე. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულის მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ემოციური კავშირის გაღრმავება და მათი ჩართულობის გაზრდა იყო იმ ინიციატივებში, რომლებსაც ბანკი ტრადიციულად 26 მაისს აწყობს ხოლმე.